თანადამოკიდებულების ყველაზე დიდი შეცდომა რაც არის ხოლმე და გაურკვევლობა ეს არის რომ თანადამოკიდებულება პირველ რიგში აღინიშნოს რომ ეს არის მდგომარეობა. ეს ესე დაავადება კიდევ რომ ამას კოდი არ აქვს მინიჭებული რომ ეს დაავადება იყოს. ველასთვის ვარ საკუთარი თავის გარდა. ველასზე ვიღებ პასუხისგებლობას, ყველა საჭიროებებს ვაკმაყოფილებ, ყველას პრობლემებს ვაგვარებ, ყველასთვის ვარ საკუთარი თავის გარდა. მესთან კონტაქტს ვკარგავ და მე აღარ ვიცი საერთოდ ვინ ვარ. რაც გაქცევის საშუალებას გვაძლევს, ესე იგი, ყველაფერზე შეიძლება გავხდეთ დამოკიდებულება. ჩემ თავთან დარჩენა არის პრობლემა. გამარჯობა, თქვენ უყურებთ Wellness Podcast-ს, მე ვარ თაკო ბასილია. დღეს ჩემი სტუმარია ქეთი ჩქარეული, ფსიქოლოგი, და ვისაუბრებ თემაზე თანადამოკიდებულება. მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩემი პოდკასტი და ზარის ღილაკსაც დააჭიროთ ხელი, რომ მომდევნო ეპიზოდი არ გამოგრჩეთ. მადლობა. გამარჯობა, ქეთი. გამარჯობა. მიხარია ძალიან რომ ხარ ჩემი სტუმარი. ასევე ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ძალიან საინტერესო თემა ვახსენე, რომ მრავალ პოდკასტში ზოგადად ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანებზე ეხლა რაღაც ძალიან ბევრი ინფორმაცია არის. და მაინც ასე თუ ისე ცნობიერება ამაღლებულია. და ეს პროცესი მიდის და მე მაინც რაღაც დამაკლდა თანადამოკიდებულ ადამიანზე უფრო მეტი ინფორმაცია და საუბარი, რომ ზოგადად რა არის ეს თანადამოკიდებულება. ამ მასაც აქვს კონკრეტული მიზეზი, რატომ ხდება ეს, იმიტომ რომ ესე რომ დავიწყოთ დამოკიდებულების გამოვლინება, რო ავიღოთ დაავადება, დამოკიდებულება, გამოვლინება აქვს ძალიან ბევრი. მაგრამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მინიჭებული დაავადება, რომელიც აღწერილი არის სხვადასხვა, თქვათ, სადიაგნოსტიკო წიგნში, არის 4 მხოლოდ. ეს არის ალკოჰოლიზმი, ეს არის ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება, ნარკომანიას, რასაც გულისხმობთ, ეს არის გემბლინგი და ეს არის გეიმინგი. დანარჩენი სხვა ეს კოდ მინიჭებული არ არის და შესაბამისად ისეთი მნიშვნელობა არ ენიჭება ხოლმე და აქაც რატომ არის რომ თქვათ კოდი ენიჭება კონკრეტულ რაღაცად რატომ ერქმევა რომ ეს არის დაავადება, ეს არის სტატისტიკა და სიკვდილიანობის მაღალი დონე. რადგან თქვათ სხვა ამ ეტაპისთვის რაც ვიცით არის რომ სხვა თქვათ გამოვლინება დამოკიდებულებას თქვათ ის სტატისტიკას ვერ მიყვება რაც დანარჩენ ეხლა რაც შემოვთვალე მათ და შესაბამისად ამიტომ არის უფრო დიდი ყურადღება მაგ მიმართულებით და უფრო ნაკლები ყურადღება თანადამოკიდებულების მხრივ თუ სხვა მხრივ როგორ შეიძლება რომ დამოკიდებულება გამოვლინდეს. იმიტომ რომ ბევრი მიმართულება აქვს ზოგადად დამოკიდებულებას, ბევრ რაღაცაზე შეიძლება რომ ადამიანი დამოკიდებული იყოს და საინტერესოა ესე რომ საუბრობთ თანადამოკიდებულებაზე იმისთვის რომ პირველ რიგში ცნობიერება ავამაღლოთ და პარალელურად დავეხმაროთ ანუ როგორც დამოკიდებულ ადამიანს ისე თანადამოკიდებულ ადამიანს რომ სადღაც კონტურები მივცეთ რა არის ნორმა და რა შეიძლება რომ არ იყოს ნორმა ამ მიმართულებით. ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ესე ვხედავთ და ყოველ შემთხვევაში მე დამინახავს რომ ურთიერთობიდან გადადის ურთიერთობაზე და არიან ვთქვათ ამ ემოციების, მძაფრი ემოციების განცდის მოხმარებაში. და ასევე ძალიან ბევრი ცხოვრობს დამოკიდებულ ადამიანთან ნივთიერებებზე. და ისედაც ვთქვათ ახლა ინფორმაციაც ხომ აქვს რომ როდესაც დაიწყო ეს 12 ნაბიჯი მე რაღაც ცოლების ჯგუფი გაკეთდა ცალკე ხო და ძალიან ისეთი საინტერესო და ყურადღება მისაქცევი თემა არის. და აი როგორ შეიძლება ვთქვათ ვისაუბროთ თანადამოკიდებულ ადამიანზე, ეს არ არის მხოლოდ მეუღლე ხო, ეს არის შეიძლება შვილი, ასევე დედა, мама. და აი როგორ ხდება ხშირ შემთხვევაში ამბობენ რომ შეიძლება ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანი გამოჯანმრთელდეს, მაგრამ აი თანადამოკიდებული ადამიანიც თუ გამოჯანმრთელების გზაზე არ არის, მე ესე გამიგია და თუ რამე არასწორია შემისწორე. გამოჯანმრთელების გზაზე არ არის ნაკლები შანსი აქვს ამ ადამიანს გამოჯანმრთელების. აი თითქოს მე ესეთი ინფორმაცია მაქვს. კი, პროცენტული მაჩვენებელიც კი შემიძლია გითხრა გამოჯანმრთელებაში მყოფი დამოკიდებული ადამიანის ჩავარდნის მაჩვენებელი სადღაც 75% მოდის ოჯახის წევრზე.
და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, როდესაც დამოკიდებული ადამიანები ჯამრთელდება პარალელურად მის გარშემო განსაკუთრებით ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მისი ოჯახია, ყველაზე პირველი წრე, რაც არის, რომ მათაც დაიწყონ გამოჯამრთელება, მაქსიმუმ და მინიმუმ ინფორმაცია მიიღონ, რასთან ერთად უწევთ ცხოვრება, რა არის დამოკიდებულება და რა არის თანადამოკიდებულება იმისთვის, რომ იგივე მოდელში არ დავბრუნდე რა მოდელიდანაც მოვდივარ, იმიტომ რომ ძალიან დიდი რისკი არის. 75% ძალიან მაღალი პროცენტია. არ უყვართ ხოლმე ამის მოსმენა ოჯახის წევრებს, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა დიდია, მაგრამ ესე გამოდის, როგორც განვიხილავთ, ზოგადად დაავადება დამოკიდებულებას, ეს არის 4 ასპექტი: ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი ასპექტი. აქედან 3 გარე ფაქტორებზე მნიშვნელოვნად არის რა დამოკიდებული და ამიტომ ხო მნიშვნელოვანია. თანადამოკიდებულებაში ყველაზე დიდი შეცდომა რაც არის ხოლმე და გაურკვევლობა ეს არის რომ თანადამოკიდებულება პირველ რიგში აღინიშნოს რომ ეს არის მდგომარეობა. ესე დაავადება კიდევ ვიღებ ამას კოდი არ აქვს მინიჭებული რომ ეს დაავადება იყოს. აი მე ჩავშალოთ კარგად რომ მაყურებელმა კარგად აღიქვას რა მდგომარეობაზე არის საუბარი. მდგომარეობა, როდესაც თანადამოკიდებულება რა არის, რომ ყველასთვის ვარ საკუთარი თავის გარდა. ყველასზე ვიღებ პასუხისმგებლობას და ყველა საჭიროებებს ვაკმაყოფილებ, ყველას პრობლემებს ვაგვარებ, ყველასთვის ვარ საკუთარი თავის გარდა. რაც დროთა განმავლობაში არის, რომ მესთან კონტაქტს ვკარგავ და მე აღარ ვიცი საერთოდ ვინ ვარ, იმიტომ რომ სულ გარევალი და სულ გარეთ ვარ რა, სულ გარეთ არის ჩემის ფოკუსი გასწორებული. შიგნით არ ვიხედებ. არ ვიხედები შიგნით და ერთ-ერთი გაქცევის საშუალება, როგორც ვიცახით ხოლმე, ვეცდები რომ უფრო ისე არამეცნიერული ტერმინებით ვისაუბრო. გასაგებად უფრო. არის რომ დამოკიდებულება დაავადება ეს არის, რომ გავექცე საკუთარ თავს და იმ აღქმულ რეალობას, როგორც აღვიქვავ ამ რეალობას, როგორ გავექცევი, მე არის უკვე ძალიან ინდივიდუალური. აი როგორც ვთქვათ, ვიღაცისთვის ალკოჰოლი უფრო მისაღებია, ვიღაცისთვის ნარკოტიკი უფრო მისაღებია, ვიღაცისთვის მარიხუანა მისაღები. ვიღაცისთვის ჭამა არის, ვიღაცისთვის შოპინგი. აი ბევრი რაღაცა არის, ხო? ციგნი, სერიალი, სკროლვა, ციგნიც კი გაქცევა არის. სოციალურ ქსელებში სტატუსების დაწერა, rilsების ყურება. ანუ ბევრი ფორმა შეიძლება რომ იყოს, რაც რეალურად გაქცევის საშუალებას გვაძლევს, ესე იგი, ყველაფერზე შეიძლება გავხდეთ დამოკიდებულება. ჩემ თავს, როდესაც ჩემ თავთან დარჩენა არის პრობლემა, დამოკიდებულების ძილი. თანადამოკიდებული შემთხვევაში ეს არის დამოკიდებული ადამიანი. და დამოკიდებული ადამიანი და მისი პრობლემები, მისი ემოციური მდგომარეობა, მისი ნერვიულობა მასზე და აი იქით არის, სულ გარეთ არის ფოკუსი და ამიტომ აი გარი რომ აქ უკან დაბრუნება ესეთი პროცესია. და რეალურად ეს იგი თანადამოკიდებული ადამიანი, როგორც აღვიქვი, როდესაც არის სულ ამ პროცესში, მძაფრი ემოციებიც არის, ხო? ხან იმედგაცრუება გაქვს, ან ალბათ გონია რომ ვთქვათ, არ ვიცი, გამოფხიზლდა, მორჩა, მე ისევ თავიდან არა და ეს იგი რეალურად ირჩევ შენ, მე ესე აღვიქვი, ოღონდ გაუცნობიერებლად, იმიტომ რომ გაიქცე აი ამ რეალობას, რომ სხვა ადამიანზე იყო დამოკიდებული მის ქცევაზე, რომ მე სად მოგეშლება ნერვები, სად არ მოგეშლება, სად კარგხასიათზე იქნები, ყველაფერი იყოს ამ ადამიანთან კავშირში, ხო? ოღონდ არჩევა ვფიქრობ, რომ ძალიან ისეთ სიტყვა ამით ვიკმაყოფილებ იმ მოთხოვნილებებს, რა მოთხოვნილებებიც მე მაქვს. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც თანადამოკიდებულებასთან არის, ის არის, რომ თითქოს დამოკიდებულთან ურთიერთობით იწყება თანადამოკიდებულება, ესე არ არის. დამოკიდებულება არ ყალიბდება მაშინ, როდესაც დამოკიდებულმა ადამიანმა ნივთიერება გასინჯა. ეხლა ერთს ვიტყვი კიდე. არჩევანი იმიტომ ვთქვი, რომ მე მაინც მგონია, რომ როდესაც თუ დაიწყებ საკუთარ თავზე მუშაობას, მე უკვე ალბათ არჩევანი. მე უკვე ხვდები რომ თავის დროს არჩევანი. ამიტომ დაუძახე მე ხა არჩევანი. მოთხოვნილება არის, რა მოთხოვნილებასაც ვიკმაყოფილებ პირველ ეტაპზე და მე უკვე გაცნობიერების ეტაპში მე ხვდები რომ ჩემი არჩევანია და მე ვირჩევ იმ რეალობას, რა რეალობაში ცხოვრობ. როგორ იწყება ზოგადად დამოკიდებულება, ნუ აქ არის ხოლმე რომ ერთია ეს ყველაფერი. როგორც აი და მაგით ყველაზე კარგი მაგალითები და ხშირად მოვიყვან მაგალითებს ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანებს, იმიტომ რომ იქ კარგად ჩანს და იქ
ხო ყველას ქონია შეფასება, რომ ესე არა, ესე რატო, ისე რატო და ამიტომ უფრო კარგი პარალელები არის ხოლმე და თვალსაჩინოა. ითვლება, რომ დამოკიდებულება ეს არ ყალიბდება კონკრეტული რაღაცა ერთი მიზეზის გამო და აი როგორც ვთქვი, რომ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი კომპონენტებისგან შედგება და ესე იგულისხმება ეს კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, რატომ შეიძლება რომ დამოკიდებულება ჩამოყალიბდეს. ბევრნაირი მიზეზია. როგორც შეიძლება რომ იყოს ტრავმა, როგორც შეიძლება იყოს ის გარემო რა გარემოში ვიზრდები, ის ურთიერთობები რა ურთიერთობებია ოჯახში, ის ბიოლოგიური წინა განწყობარი სხვადასხვა მოსაზრებებია გაბორმატე ამბობს, რომ სიყვარულის ნაკლებობა არის და ხო ტრავმა და სიყვარულის უპირობო სიყვარულის არ ქონა. ეს განსაკუთრებულად ძალიან კარგად არის თანადამოკიდებულებაში. იმიტომ რომ ეხა მექანიზმი რო ავხსნა მე ისეთ ცოტა ისეთი მექანიზმია, მე კიდევ უფრო ჩავშალოთ, რომ თანადამოკიდებულის არ გამოცდილება აქვს ესეთი, რომ იგი უპირობოდ არ უყვართ. ბავშვობის გამოცდილება ეგეთი, ოღონდ ეს არ გულისხმობს იმას, რომ მშობელს არ უყვარდა. ის იმას არ ღებულობდა, რას მას სურვილი ქონდა. ემოციური ემოციები არ იყო დაკმაყოფილებული, რაღაც ისე გაცვლილი მშობლისგან, ისე დანახული, აღიარებული ალბათ, ხო? ხო. იმიტომ რომ ყველა მშობელს უყვარს თავის შვილი, მაგრამ შეიძლება ბავშვის აღქმით, შეიძლება არ ეკითხებოდნენ როგორ ხარ თუნდაც. შეიძლება. არ ეკითხებოდნენ როგორ ხარ. და აი, არ ვიცი, ბევრი რაღაც, ხო? ბევრი აკრძალვები ქონდა. შეიძლება. ან ზედმეტად ჰიპერმზრუნველობაში იყო გასდილი და არ აძლევდნენ საშუალებას, რომ საკუთარი გამოეხატა საკუთარი. არის ის, რომ მაგალითად ემოციურად მიუწვდომელი იყო მშობელი და მაგას ხო ვერ განსაზღვრავთ ეხა ვისთვის რა არის. კი, ამიტომ არის, რომ სულ იცახიან ხოლმე, რომ ორი შვილისთვის დედა ერთნაირი არასოდეს არ არის. ერთი დედა არ ყავთ, იმიტომ რომ სხვადასხვანაირი ემოციური მდგომარეობა მაქვს შეიძლება პირველ შვილზე ან მეორე შვილზე, შესაძლოა სხვადასხვა რაღაცას ვაძლევ მე ამ შვილს. ისე სხვადასხვა განვითარებაში ვაჩვენთ, ხო? პირველი შვილი შეიძლება გააჩინე რაღაც ასაკში, მერე შენ პიროვნულად გაიზარდე და მეორე შვილი ან პირიქით, რომ პირველ შვილზე ნერვი ქონდა და მეორე შვილზე ნერვი არ გაქვს. და რაღაც ხო, გაქვს შენ თვითონ. ეს უპირობობის განცდა თანადამოკიდებულთან არის ის, რომ მე უნდა ვიყო საჭირო იმისთვის, რომ სიყვარული მოვიპოვო. საჭიროების განცდა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ორი ერთად, იმიტომ რომ სიყვარულს მოპოვება არ ჭირდება, რომ ვარ და ესეთი ვარ, როგორიც ვარ. მაგრამ ხო თანადამოკიდებულს ესე ესმის. თანადამოკიდებულს ესე ესმის, რომ საჭირო თუ არ ვარ, აბა ვისუყარები. და ამიტომ საჭიროების განცდა მჭირდება, რომ შევქმნა საჭიროება და იქ სადაც საჭირო ვარ, იქ სიყვარულს მერე ამ ფორმით. ამ ფორმით. და რეალურად რა სიყვარულზეა საუბარი ალბათ ჯოჯოხეთია ესეთი ცხოვრება იდეაში. ხო მე ხმამაღლა ვამბობ, მაგრამ აი რეალურად დავარქვათ სახელი, არა? კი, ანუ აი ძალიან თულია. ძალიან თულია და ძალიან ის პროგრესირებადი პროცესია ეს. თავიდან პირდაპირ ჯოჯოხეთით არ იწყება, თავიდან იწყება რომანტიზმი, თავიდან იწყება რაღაცა იმით, რომ აი ეს არის სიყვარული და დავკარგეთ ჩემი თავი. ნელ-ნელა მივდივარ იქამდე, როგორც დამოკიდებული ადამიანი პირდაპირ არ ხდება ის, რომ სახელიდან ფული გაიტანოს, ხო? ნელ-ნელა მიდის იქამდე, რომ რაღაცა პრინციპებს აბიჯებს. იგივე არის თანადამოკიდებული შემთხვევაში, რომ ნაბიჯ მიდის იქამდე, რომ საბოლოო ჯამში კარგავს საკუთარ თავთან კონტროლს და იგივე ხდება, რაც დამოკიდებული შემთხვევაში, რომ პრინციპებს ვაბიჯებ, საკუთარ პრინციპებს ვაბიჯებ. ხო, ალბათ რაღაც ღირებულებებს, საკუთარ ფასეულობებს, საკუთარ თავზე უარს ამბობ. ყოველ ჯერზე, როდესაც ვიძახი იმას, რომ მე აი всё, აი ხა კიდევ მოხმარებული მოვა და მე სახელიდან წავალ და მე სახელიდან არ წავედი, ესე რომ მე საკუთარ თავს უღალატე, ხო? ამიტომ ეგეთი მაგ ნელ-ნელა მივდივარ. პირდაპირ ეგ მდგომარეობა არ ხდება. მოთხოვნილება და ეს საჭიროების განცდა არის ის, რაც ესე ვიძახიან ხოლმე, რომ 10 თქვა ქალის შემთხვევაში, რადგან თანადამოკიდებული შემთხვევაში არის, რომ უფრო მეტად ქალები არიან, ხო? აი რაც ერთ-ერთი ტიპის დამოკიდებულება, რაც ვიცი რომ საინტერესოა შენთვის ემოციებზე დამოკიდებული შემთხვევაში, იქ არ არის გენდერი ისეთი მნიშვნელოვანი, ქალსაც და კაცსაც შეიძლება კონდეს და გამკლავების მექანიზმი მაგალითად კაცების შემთხვევაში შეიძლება რომ ნივთიერებები იყოს. ჩემთვის სინამდვილეში იყოს ემოციებზე დამოკიდებულება და ამას რო ეს სიმძაფრე და ნივთიერებებში გავექცე ამ ყველა. ბევრი ერთმანეთში
გადაბმული ეს დამოკიდებულება და სხვადასხვანაირად შეიძლება რომ დამოკიდებული ადამიანი თანადამოკიდებულიც იყოს, ემოციებზე დამოკიდებულიც იყოს, იგივე ხდება თანადამოკიდებული შემთხვევაში. მაგრამ მოდი ახლა ვეცადოთ რომ კარგად გავმარტოთ ყველაფერი და მე გავაერთიანოთ. რომ თანადამოკიდებული შემთხვევაში გენდერი ქალები უფრო მოწყვლადები არიან და თქვათ მე რა კვლევა და სტატისტიკაც ვიცი ეს არის უფრო უცხოეთში ჩვენ არ გვაქვს თანადამოკიდებულება პროცენტულად უფრო მეტი არის ქალი თანადამოკიდებული და დამოკიდებული ნივთიერებებზე უფრო მეტი კაცი არის. ეგ არ ვიცი. მაგრამ თანადამოკიდებული შემთხვევაში აი სოფლიო სტატისტიკაც მაგას გვეუბნება რომ ქალები უფრო მეტად მოწყვლადები ვართ თანადამოკიდებულებისკენ და აი ემოციებზე დამოკიდებულება მან სტატისტიკა უფრო თანაბარი, ანუ კაციც შეიძლება იყოს და ქალიც შეიძლება რომ იყოს და ხო, მე კაცი მიდის მოხმარებაში. მე კაცი მიდის მოხმარება, გამკლავების მექანიზმი მე შეიძლება ეკხოდეს ამ ძაფრი ემოციების. თანადამოკიდებული აი ეს რომ თქვით რომ რაღაცა ეს არ იწყება დამოკიდებულთან თანაცხოვრებით, ანუ მე მოწყვლადი ვარ ამ მდგომარეობისკენ და ესე ითვლება, რომ მოთხოვნილებები მაქვს, საჭიროების განცდა მაქვს, რომ მე უნდა ვიყო საჭირო. ბავშვობიდან მოდის მოკლედ ეს ხო? ხო, აი ყალიბდება და მე ვლინდება და ესე იძახიან ხოლმე რომ აი 10 თქვათ ქალი რომ შეიყვანო და 10 რაღაცა მამრობითის ეს ადამიანი რომ იყოს და ერთი იყოს იქიდან დამოკიდებული, აუცილებლად ინტერესი გაუჩნდება იმ ერთის მიმართ. იმიტომ რომ სხვასთან ის არაცნობიერი პროცესი რა არაცნობიერი პროცესიც მინდის. ხო, იმიტომ რომ საჭიროდ უნდა იგრძნოს თავი და იქ მერე უკვე სიყვარულს ეძებს, ანუ და ქვეცნობიერად ხდება ხო სიყვარულს. საჭიროებას ეძახის სიყვარულს. ხო, ეგრე. ანუ იდეაში მაინც სიყვარულს ეძებს, მაგრამ ხო, ქვეცნობიერად არის თან ეს ყველაფერი ეს თვითონ პროცესი. აუცილებლად არაცნობიერად, ქვეცნობიერად, არაცნობიერად. აი ესეთი კავშირია. სულ ვიცახი ხოლმე რა უყურებ. ვიბრაციული ალბათ. ხო, რაღაც სიხშირის დონეზე იჭერენ. რომ სულ ვიცახი ხოლმე რომ ეს არის იდეალური ურთიერთობა, ეს რომ ავიღოთ დამოკიდებულის და თანადამოკიდებულის, უბრალოდ ეს არის ძალიან დესტრუქციული. ტოქსიკური. ორივე შემთხვევაში ორივე ზიანდება. მაგრამ აი იდეალური ხარახნებია და იდეალურად ჯდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ორივეს ერთნაირი მოთხოვნილება აქვთ და ერთი არის და მაგიტომ ავსებენ ერთმანეთს. ამიტომ არის თავიდან როგორც წესი ძალიან ბობოქარია ხოლმე ეს ყველაფერი და მე ნელ-ნელა მიდის და ხშირ შემთხვევაში როგორ არის გამოჯამრთელდა ორივე შეიძლება არც დარჩნენ ერთად ხო? შეიძლება. ხო. შეიძლება ეგ. მან მეორე ვარიანტია, რომ აი მან იწყება უკვე ახალი და ნამდვილი ურთიერთობა. ხო, ჯანსაღი ურთიერთობა, სადაც საზღვრებია დაცული, სადაც ვიცი, ჩემთვის საჭიროება რა არის, ვიცი, მისი საჭიროება რა არის, აი ამას აღარ ვიკვებები რა, აი მოდი ესე ვთქვათ, რომ აღარ მჭირდება საკვებად, როგორც დამოკიდებულისთვის, ასე თანადამოკიდებულისთვის, საკვებად სხვა ადამიანი და ჩემი პარტნიორი, რომელიც აი ესე რომ გადავიტანოთ, აი პინგ-პონგს, ემოციურ პინგ-პონგს თამაშობს. თან თქო შეიძლება ჩხუბიც იყოს ეს ყვება. მე ამ ჩხუბის მერე ეს დამოკიდებული წავა მოიხმარს, მე ეს გაბრაზდება თანადამოკიდებული, მე ამაშია და აი მთელი ეს შეგება, მე ისევ დაპირებები, მე აი მე რაღაცა გავაკეთე, მე ისევ იგივე წრეგი და ალბათ რთულდება დროთა განმავლობაში. ეგ დამოკიდებულებას რომ აი პროგრესირებს და პარალელურად თან საინტერესო რა არის, რომ ტოლერანტული ვართ ჩვენ, ხო? ანუ დამოკიდებულებას ნივთიერებებსაც ხო გახასიათებს, რომ მე თუ გუში რაღაცა მაკმაყოფილებ და დღეს აღარ მაკმაყოფილებს ეგ. ხვალ დღეს რამაც მას დამაკმაყოფილებ, ხვალ ეგ აღარ დამაკმაყოფილებს და სულ მეტი მინდა და ბოლოს მივდივარ იქამდე რომ აღარაფერს აღარ მაძლევს. და აღარც კმაყოფილდები ამით. და აი როგორც პროგრესირებადი არის ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება, ესეთივე პროგრესირებადია თანადამოკიდებულებაც მართლა. კი, ნელ-ნელა მივდივარ მაგამდე და აი გუში რა ჩხუბის მერე შევრიგდი და რა კარგი იყო, ხვალ ეგ უკვე აღარ არის. ხვალ უფრო მძაფრი ემოცია არის საჭირო იმისთვის. და ვეღარ კმაყოფილდები მაგათი შერიგდები. მე უკვე აღარც საჭიროების განცდა მიკმაყოფილებს იმ
ჩემს მოთხოვნილებებს, იმ ძირეულ მოთხოვნილებებს. თანადამოკიდებულთან ერთი საჭიროების განცდა და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის კონტროლი. შეგვიძლია ავიღოთ როგორც თანადამოკიდებულის ნივთიერება. რომ აი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის კონტროლი. კონტროლი. ხო. აქ უნარების ის არის ტესტი, რომ ყველა ადამიანი, ვინც მაკონტროლებელია, ის თანადამოკიდებული არ არის, მაგრამ ყველა თანადამოკიდებული არის კონტროლში. და აქედან გამომდინარე, ხო, სამყაროს არენდობი, რა თქმა უნდა, შფოთი გაქვს, შიში გაქვს. არენდობისგან გამოწვეული შიში და შფოთი გაქვს, მუდმივად გაქვს მოლოდინი, რომ წარმოგიდგენ ახლა რესურსი ხარჯება მაგაში, რომ ვაკონტროლო სხვა ადამიანების ქცევები, სხვა ადამიანის სურვილები და ასე შემდეგ. ნუ იქამდე დავდივართ, რომ რა ჭამა, რა დალია, ვისთან მეგობრობს, ვისთან ქმნის ოჯახს, სად სწავლობს, ანუ აქ დონეზე დადის ეს ყველაფერი. ანუ ახლა წარმოვიდგინე, ვთქვათ, თანადამოკიდებული დედა. რა ის არის, რა ქვია. მან ჩვენ დიდად იმას არ მაშვებით, რა ქვია, განსხვავებას არ. ხო, უბრალოდ მე სცენარი წარმოვიდგინე. თვითონ აქვს თხოვმე როგორც წესი ეს ერთმანეთთან ცოტა ეს განსხვავებები, დიდად ანუ განსხვავებული არ არის. უბრალოდ ის არის ქმარი, ის არის შემთხვევაში დაცვის მექანიზმები უფრო მძიმედ. აი დედის შემთხვევაში ეგ არის, რომ უფრო რთულად დანგრევადი არის დაცვის მექანიზმი. აი რას გულისხმობ დაცვის მექანიზმებში? დაცვის მექანიზმებში აი თუნდაც ის, რომ დედისთვის გააზრება იმის, რომ მე არ ვარ პასუხისგებელი ჩემი შვილის ბედნიერებაზე პირობითად. აბა დედა ვარ და რა უნდა გავაკეთო? ამის დანგრევა ძალიან რთულია. ანუ ჭიპლარს ვერ ჭრიან, ხო, ძირითადად. ესე რო ეძახიან, ჭიპლარი არ არის გადაჭრილიო. ეს ხო რაღაც თანადამოკიდებულებასთან არის კავშირში. რო არ აძლევ საშუალებას შენ შულს, რომ იცხოვროს. იცხოვროს, ისუნთქოს. დამოუკიდებელი იყოს, ისე იცხოვროს, შეცდომები დაუშვოს თუნდაც და წაიქცეს და ეთკინოს. ეგ ხო, გადაუჭრელი ჭიპლარი ზოგადად აქ თანადამოკიდებულებაში მინდა თქვა უცნობად, აი რადგან კვლევები არ გვაქვს ჩვენ ქართველებს, ცოტა ისე ჩვენი შეხედულებებით, აი ჩემ დაკურვებით შემიძლია რაღაცები გამოცდილებები ვისაუბრო, რომ ჩვენთან ეს ძალიან სოციოკულტურული ფენომენია. ქართველი დედა. ხო, სადაც ძალიან ნორმალურად მიგვაჩნია ის, რომ ჩვენ შვილებთან ჭიპლარი არ გვაქვს გაჭრილი და რომ ბოლომდე მივყვე აუცილებლად. აი რა საკის შემდეგ ითვლება მართლა რაღაც უკვე ისეთ ნორმიდან გადახვევათ, რომ აღიქვას თქვათ მშობელმა, რომ ეს სრულწლოვანი რომ გახდა იქ უკვე. ხო. თული გასაგებია. ძალიან ნელ-ნელა ჩამოდის. მე მგონია რომ ნელ-ნელა ჩამოდის. არის რომ ხა უფრო სხვა ტენდენციებიც არის. მაგრამ გვიჭერს მართლა ძალიან გვიჭერს და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ თანადამოკიდებულება გავიგო რას ნიშნავს რომ დავფიქრდე რომ მიზანი დარწმუნებული ვარ ყველას მიზანი ის არის რომ შვილი კარგად იყოს ხო და მისი კეთილდღეობა არის ამ ჭიპლარის ჩაჭრა. ეს სხვანაირად ვერ იქნება, იმიტომ რომ მე მქონია ამ შემთხვევები 45 წლის კაცებზე უთქვამთ ბავშვი. ხო. და ჩვენ რო ამბობენ ხშირად კიდე. ჩვენი არის კი, ეგ ერთხელ მე სამი შვილი მყავს და პირველი ბავშვი რომ მივიყვანე პედიატრთან, ეთყობა წამომცდა ჩვენ თქო. გამომხედა და ჩვენ არა ხართო, ანუ ბავშვზე ისაუბრეო და მაშინ მახსოვს ძალიან არ მესიამოვნა ისე მითხრეს, მაგრამ მე მივხვდი რომ რამხელა ის არის გაუაზრებელი მართლა. ნუ იმ მომენტში ბავშვი. ეხლა ნახე წარმოიდგინე წინადადება ჩვენ ცოლი რომ მოვიყვანეთ, აი ეს. ან ხო, ოღონდ ეს უნდა შეიცვალოს, ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეიცვალოს და გავმიჩნო ეს ყველაფერი რა ამ საკუთარ თავიდან და იმიტომ რომ ამაზე დგას მე გრძელვადიან პერსპექტივაში რა ხდება და როგორ ხდება. როგორ იქნება დამოკიდებულება როგორ განვითარდება და ჩვენ შემთხვევაში ცალკე არის ხოლმე რომ აი ესეთ ნიუანსებზე გვიწევს მუშაობა. აი მარტო რეაბილიტაცია არ არის ამ პროცესში, ზოგჯერ აბილიტაცია არის ხოლმე საჭირო, ხელახალი აღზრდა არის ხოლმე საჭირო, რომ ადამიანი ახალი უნარჩვევების შეძენა. ხო, ადამიანი შექმნა დამოუკიდებელ
ადამიანად, რომელიცაც შეუძლია სამყაროში შეძლოს ახალი ნეირონების გაბმაზე მუშაობთ ესე. ეგ ძალიან ერაზეა საუბარი, იცი, რომ აი შეძლოს ის, რომ რა გვჭირდება, რომ ვიცხოვრო, გადარჩენისთვის, რომ საჭმელი მოვიპოვო, ხო და გამზადება ვიცოდე. აი ის არ მქონეს ის განცდა, რომ ეხა დაველოდო, როდის გამიმზადებენ, იმიტომ რომ მე არ ვიცი, როდის გამიმზადებენ. აი ეგეთი ისინიც არის ხოლმე. ძალიან ხშირად ეგეთი აღზრდაც არის ხოლმე საჭირო, რომ აი მაგდონემდე რაღაცა განსაკუთრებით ალბათ ბიჭების შემთხვევაში. მე ბიჭებთან მაქვს ძირითად შემთხვევაში დამოკიდებულების ესე შემთხვევაში. წარმომიდგენია ხა სტატისტიკა, არ ვიცი, მაგრამ საქართველოში მაინც უფრო ბიჭების დედები არიან ესე, რაც ხა ჩემს ირგვლივ თქვათ მახსენდება, ეხა ესე არის. უფრო მეტ, ხო, მეც ესე ჩემი დაკვირვებით ხო, ნუ მანდ ხა ბიჭები უფრო ესე არის. და ჩავშალოთ ალბათ მთელი ამბებია რატომაც. ძალიან ხო, და ეგ საერთოდ კიდე სხვა თემისკენ წაგვიყვანს. და რო დაუბრუნდეთ ამ თანადამოკიდებულებას, აი ჩემთვის ძალიან საინტერესო არის ემოციებზე დამოკიდებულება. აი მაგალითად, ესეთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რომ ოჯახში შესაძლებელია რომ არ ყავდეს ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანი. და უბრალოდ ხარ ემოციებზე დამოკიდებული ადამიანი და ურთიერთობიდან თავიდანაც ვახსენე ურთიერთობაზე გადადიხარ იმ ურთიერთობაში თითქოს მე არაფერი არ იცვლება ახალშიც იგივე ხდება და აი ამ წრეზე ტრიალებ და ხარ სულ ამ ტოქსიკურობაში და აი განსხვავება რო ხდება არის რომ თანადამოკიდებული არის უფრო მშობელი აი ნახე პასუხისგებლობას იღებს საჭირო უნდა იყოს ანუ მშობელი როლი მშობლის როლს ძალიან ბევრს ვთქვამს მაგალითად ცოლსაც რომ მე აი დამოკიდებულთან ურთიერთობაში რომ მე განცდაში მაქვს რომ ის დედა ვარ მისთვის რა თანადამოკიდებული აი ესე რომ ავიღოთ ესე გავყოთ რა ერთად არის ხოლმე ემოციებზე დამოკიდებულება და თანადამოკიდებულება მაგრამ მოდი რომ გავყოთ არის რომ უფრო მშობელია რომელსაც პასუხისგებლობები აქვს რომელიც ამ პასუხისგებლობებს კარგად ართმევს თავს ემოციებზე დამოკიდებული ადამიანი არის უფრო ბავშვი მას უსაფრთხოება უნდა ეს უსაფრთხოებას ოღონდ გარეთ ეძებს ამ უსაფრთხოებას და ფარველს ეძებს და აი ეგეთ ურთიერთობას იწყებს სადაც აი ვიღაცა ჭირდება რომელიც ამ უსაფრთხო გარემოს შეუქმნის და აი ამ არ შეუძლია მე ნახე როგორი არაჯანსაღი მიჯაჭულობაა რომ მე გარეთ მაქვს ის რომ გარედან უსაფრთხოება უნდა დაიცვან ჩემი უსაფრთხოება უნდა დაიცვან და ძალიან მიჯაჭული ხდები მე ამ ადამიანზე და ურთიერთობაზე და განცდაში მაქვს რომ ანუ ის თუ არ არის აღარაფერი აღარ არსებობს რა აქ იგივენაირი არაჯანსაღია ზუსტად როგორც წესი ხდება ხოლმე ემოციებზე დამოკიდებულება თანადამოკიდებულებაში და დამოკიდებულებაში ძალიან ხშირად ხდება აი მაგალითად ყველაზე კლასიკური მაგალითი რო გითხრა არის რომ ქმართან ემოციებზე დამოკიდებულება და შულთან თანადამოკიდებულება აი ქალის შემთხვევაში იმასთან ეს არის ქაოსია ხა წარმოვიდგინე ხო და ძირითადად ეგ არის. აი კაცის შემთხვევაშიც აი ეს უსაფრთხოების განცდა რომ ბავშვი ვარ და ვეძებ რომ ეს უსაფრთხოების დამიკმაყოფილონ. ანუ ისე მივდივართ იქ რომ ქალი მამის იმას ივსებს ალბათ არა? აი ფარველს თუ ეძებ. მამის არ გვინდა ეგრე წავიდეთ. აი უსაფრთხოების მოთხოვნილების დაკმაყოფილება მჭირდება და ხო და აი ეს უსაფრთხოებას რომ ეგ არის რომ როდესაც სრულწლოვანი ხდები, მე ეს მოთხოვნილებები მე თვითონ დავიკმაყოფილებ. მე ვაკმაყოფილებ მაგ ყველაფერს. ნუ გარდა იმისა, რომ უსაფრთხოების მოთხოვნილების დაკმაყოფილება რომ პირობითად რაღაც უფრო რაღაც შვიდ გარემოში ვცხოვრობ, რაღაც ემოციურად მაგ უფლება რომ საშუალება რომ გამოვხატო ჩემი ემოციები. შიგნით უსაფრთხოების განცდაზე მაქვს საუბარი და ვეძებ პარტნიორს რომელიც აი ამას დამიკმაყოფილებს და განცდაში მაქვს რომ აი ის არის ვინც ეს უნდა დამიკმაყოფილოს და შევდივარ აი ამ რაღაცნაირ მიჯაჭულობაში და სულ მაქვს მე მოთხოვნილება რომ ესეთ არაჯანსაღ ურთიერთობებში შევიდე იმიტომ რომ აქაც გაქცევა არის აქაც მე ვერ ვრჩები ჩემს ემოციებთან მე არ მინდა ჩემს ემოციებთან დარჩენა ამიტომ სულ გარეთ ვარ ცალკე რო ავიღოთ ემოციებზე დამოკიდებული შემთხვევაში არ არის აუცილებელი რომ დამოკიდებული პარტნიორი ყავდეს უბრალოდ ურთიერთობა იქაც არაჯანსაღია ხო ეს მაინტერესებს ხო ურთიერთობა იქაც არაჯანსაღია და იქაც მეორე ადამიანიც ემოციებზე დამოკიდებულია ეს ორი ემოცია იქ ბევრნაირი შეიძლება იქ შეიძლება დამოკიდებული იყოს შეიძლება ძალადობაზე და ბევრი რამე შეიძლება იქით მხარეს იყოს
ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ანუ აი ემოციებზე კარპმანის დამოკიდებულება. სამკუთხედი რო ავიღოთ, ალბათ მსხვერპლი სულ მოძალადის აკეთებთ. ტიპიური ურთიერთობა, ხო? გადამრჩენელი ეს მათ შორის. გადამრჩენელი, ეს ალბათ რაც ახსენე, მშობელი და აკონტროლი და რაღაც. და ამიტომ არის რომ ძირითადად ერთად არის ხოლმე და და მე ცვლი ხშირად, იმიტომ რომ მსხვერპლიც რო ხარ, ხშირად მე მოძალად. აუცილებლად ერთად. ანუ ეს სამივე ერთად არის ყოველთვის, ცალ-ცალკე არ არსებობს. ვერ არ არის რომ ცალკე მსხვერპლის როლი მქონდეს კარპმანის სამკუთხა, ანუ ერთად ვარ, როცა მსხვერპლი ვარ, თან ვძალადობ. ფრაზებიც კი არის ეგეთი, რომ აი მსხვერპლის და მოძალადეც რო ხარ და მე რო პირველად გავიგე მსხვერპლისა კარპმანის სამკუთხედის შესახებ და რომ ჩავუჯექი რაღაც ვიდეოებს და ვუყურე YouTube-ზე უამრავ მასალას, მართლა შოკში ვიყავი, იმიტომ რომ აი ყველაფერი შემეხმიანა და ხო, აი ძალიან ისეთი აღმოჩენა იყო ჩემთვის და რაღაც ესეთია რა, მნიშვნელოვანია მოკლედ, რომ საკუთარ თავზე ჩაიხედო და იმუშაო და დაინახო გვერდიდან და ასე შემდეგ საერთოდ სხვა ცხოვრება იწყება მერე. აი გამოფხიზლება, განთავისუფლება და საინტერესო ხდება, როდესაც ვექტორი გარეთ კი არ გაქვს სულ, არამედ შენსკენ გაქვს და ეგ არის სადღაც მე ეგ არის დასრულობა, როცა მოდის, რომ პასუხისმგებლობას მე ვიღებ ჩემ თავზე. არ არის მარტივი გზა და არ არის მოკლე გზა და არ არის რომ ხვალ გავიღვიძე, ხა დღეს გავაცნობერე და ხვალ გავიღვიძე, რომ ყველაფერი კარგად არის. დიდი მუშაობის, გაცნობიერების, ტკივილის, იმედგაცრუების დავარდნადგომა, რა ვიცი, ყველაფერი თან ერთად მოდის ეს ყველაფერი. ერთი დიდი კოსმოსში კი და მაინც თან არ მთავრდება, უბრალოდ მერე გაცნობიერებულად ცხოვრობ და გრძელდება ეს მოგზაურობა სხვანაირად. ავტომატური აღარ ხარ. ისეთი ავტომატური აღარ ხარ, როგორიც მანამდე იყავი და საინტერესოა. აი ეგ არის ყველაფერი ამ პროცესში, რა პროცესიც არის გასავლელი, იქამდე რომ აი ეს რაღაცა ჯერ გავიაზრო, რომ დასრული ვარ და რას ნიშნავს ეს დასრულობა და რას ნიშნავს პასუხისმგებლობის აღება, მაგამდე რომ მივდივარ, ისეთი საინტერესოა ეს ყველაფერი და თან ყოველთვის ახალ-ახალი არის, ხო ეს არ არის სასრული პროცესი, დავასრულეთ, всё, გავჩერდით ესე. მაშინ ნუ ისევ იგივეში ტრიალებ თუ გონია რომ გაჩერდი. ხო, უკან ახვალ და ისევ ის მოდელი ჩვენთან არის, ის არსად არ წავა. ნამდვილად. ამიტომ ხო, ეს პროცესი ძალიან საინტერესო პროცესია. უბრალოდ აი თანადამოკიდებულებს რომ დაუბრუნდეთ, თანადამოკიდებულის შემთხვევაში ითვლება ესე, რომ ასაკში უფრო რთულდება ეს, იმიტომ რომ იმდენად გასისულ ხორცებულია, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი, რომ სადღაც შეიძლება, რომ საჭიროც არ იყოს ამის დანგრევა. არიცი მე რა იქნება შიგნით, ამიტომ აი ასაკს რამდენს რა ასაკს გულისხმობ? 60 პლუს ვიტყვი ახლა. რომ აი იცი რატო ვიტყვი, რომ ის არ იყოს რა, აი ძალიან ვიცით ხოლმე რაღაცებს, რომ ვიგებთ ახალს, მე ძალიან თავიდან ძალიან შორიდან ესე შეხედვა და განსჯა სხვა ადამიანების ძალიან მარტივი ხდება და შეიძლება რომ ხო, და შეიძლება რომ უბრალოდ ანუ არის ხოლმე ეს ბრაზები მე წამოსული, რომ რატო არ შვები ესე, ხო იცი რომ ეს ესეა რთულია, ასაკთან ერთად განსაკუთრებულად რთულია. და ალბათ მიმღებლობა უფრო გიჭირს ვიდრე, აი ნაკლებად მოქნილი ხარ ალბათ, ხო, იმიტომ რომ ამდენი წელი რო ერთი და იგივე საკეთებ, ერთ და იგივე ის გჯერა, რაღაც წმენა წარმოდგენები გაქვს, ამის დანგრევა ბევრად უფრო მტკივნეულია ასაკში. ჯერ მარტო ის რომ ავიღოთ, რომ კონტროლს ხელი გაუშვა, რამხელა გზა არის და რა რთული გზა არის, რომ მთელი აი რაღაცა პერიოდის განმავლობაში რომ შენი მთავარი ნივთიერება ეს არის კონტროლი და რა არის კონტროლი, რომ შფოთს უნკლავდები ამითი, ხო, რომ შემოდის დაძაბულობა შფოთი და ამას როგორ გავუნკლავდე და მექანიზმი მაქვს, რომ ნუ კონტროლი უნდა ჩავრთო. რამდენი ფენა აქვს კონტროლს და როგორ ლამაზად იცის ხოლმე მე დახვეწა ესე გაცნობიერების პროცესში თუნდაც რომ აი როგორია რომ всё აი და მე გონია რომ მე სამყაროს ვენდობი და მე რაღაც მოხდება და აი ეგრევე კონტროლში ვარდები, მაგრამ მე უბრალოდ მავიწყდება რომ გადაწყვეტილება როგორც მიღებული მაქვს რომ მე ბედნიერი ვარ და ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, იგივენაირად გადაწყვეტილება მივიღე რომ ვენდო სამყარო
ცხოვრებას. და აი ეს არის მთელი პროცესი, რომ მე ახალი რაღაც რომ მოდის, აი მართლა ენდობი, თუ ენდობი, მაშინ სად არის შენი ნდობა და თუ გაასწორე კომპასი, ხო, კაი, მაგრამ ხანდახან შეიძლება შიში იმდენად ძლიერი იყოს, რომ ვერ გაასწორო კომპასი, იმიტომ რომ ადამიანები ვართ. ამიტომ ხო ითვლება, რომ თანადამოკიდებული შემთხვევაში ზოგადად ეგ არის, რომ ანუ ასაკი არის ერთი დაბრკოლება. გამოჯამრთელების ესე სტატისტიკასაც ვერ ვამბობ რა, იმიტომ რომ ესეთი სტატისტიკა საქართველოში არ გვაქვს ეს სტატისტიკა, მაგრამ აი ესეთი შეხედულებით რო გითხრათ, დაბალია საკმაოდ, არ არის გამოჯამრთელების. და მნიშვნელოვანია აი ამ პულსზე სუხელის დადება და არ განცდა იმის, რომ აი всё მე რაღაცები გავიგე, იმიტომ რომ თანადამოკიდებულებთან, აი დამოკიდებულებისგან განსხვავებითაც ეგ არის, რომ თანადამოკიდებულთან აი ეს ნაბიჯის გადადგმა უფრო ხანგრძლივი პროცესია ხოლმე ვიდრე დამოკიდებულთან. დამოკიდებულთან მარტივია რა, იცის რა, ანუ მარტივად მიდის იმ მდგომარეობამდე, რომ რეალობას ვერ გაურბის. იცის რა არის მტერი, იცის რა ღირს, იცის სად იღება მიიყიდ, ყველაფერი იცის და თვალსაჩინოა ეს ყველაფერი. თანადამოკიდებული შემთხვევაში ეს ყველაფერი თვალსაჩინო არ არის და უფრო დიდი ხანი ჭირდება იმის გაცნობიერებას, რომ ეს ყველაფერი აღარ მუშაობს. შენ რო გეგონა რომ მუშაობდა, თორმე აღარ მუშაობს ეს ყველაფერი და საერთოდ ახლიდან დააწყოს საკუთარი თავი, ასე ვთქვა. კი, აი ნახე რა უნდა დავანგრიო. დავანგრიო ის, რომ მე რომ მეგონა რომ ეს იყო სიყვარული, თორმე სიყვარული არ ყოფილა. მე რომ მეგონა რომ ეს ყოფილა ზრუნვა. და აქ ამიტომ თქვი რომ დედების შემთხვევაში კიდევ უფრო რთულია ამ დაცვის მექანიზმების დანგრევა, უფრო ისე მიდის ხოლმე რა. რაც აი თანადამოკიდებული მამაკაცებთან ვინც მინახავს, იქაც რთული არ არის მარტივი, მაგრამ აი უფრო სხვანაირად ალამაზებენ ხოლმე ამ პროცესს თითქოს რა. რომ ხო, გავიგე რომ აი ესე ხისტად არა, აღარ ვიზავ ამას, აი უფრო ისე აკეთებენ ხოლმე. აი დედის შემთხვევაში ეგ არის ხოლმე უფრო რთული. დანარჩენი ერთნაირად მიდის. და ხშირად გამიგია რომ საკუთარი საზღვრების დაცვა უჭირს თანადამოკიდებულს, ალბათ დამოკიდებულ ადამიანსაც. მოდი მაყურებელს ავუხსნათ, ზოგადად რა არის ჩვენი საზღვრები, როდესაც არის დაცული, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ არ ვიცით, რომ რა არის დაცული საზღვრები. კი, ორივე შემთხვევაში ეგ არის. აი როგორ ხდება, იცი, დამოკიდებულის და თანადამოკიდებული შემთხვევაში ეს ემოციური შერწყმა ერთი ხდებიან ესე. და თანადამოკიდებული შემთხვევაში, როდესაც ორიენტირებული ვარ სულ სხვაზე და გარეთ ვარ ორიენტირებული, რა თქმა უნდა, რომ საზღვრები დაცული არ მაქვს. იმიტომ რომ საზღვარი, აი კარგი ჰარი პოტერი თუ გაქვს ნანახი. კი, როგორ არის? აი ბოლოს ჰოგვარტსის დასაცავად რო დიდი ჩამოდის გამჭვირვალე ფარდა. ხო, რაღაც. აი ეგ არის ჩვენი პიროვნული, ეგეთი პიროვნული საზღვრები გვაქვს ჩვენს. ანუ რას ნიშნავს ჯანსაღი საზღვარი? აი ჯანსაღი საზღვარი ეს არის ყველაზე მეტად კარგად ახსნადი რაც არის, ეს არის წარმოიდგინე რომ ესე სახლი ხარ და გაგღობე ისეთი ფუნდამენტური კარგი ღობე, რომელსაც აქვს თავისი ჭიშკარი და შენ წყვიტა ვინ შემოვა და ვინ არ შემოვა შენ ჭიშკარში. იქიდან შეიძლება რაღაცეებიც იყოს, ვიღაცებს გადმოძრომა უნდადეს, მაგრამ რეაგირება გაქვს შესაბამისი. ხო, საზღვარი როდესაც არ მაქვს, ეს არის როცა საერთოდ არ არის. აი ხოც ეზოში ისეთ სახლები შემოვიდა, ვისაც უნდა გავიდა, ეხლა ეს შემოვიდა. პრინციპში ვერ წარმომიდგენია ეგეთ სახლში ვიცხოვრო, სადაც კარიერი კეტება და თუ საკუთარი სახლი არ აქვს ღობე. მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ ესეთ სახლში ცხოვრება და შეიძლება ეხლა რომ დავფიქრდი, არის მაგასთანაც კავშირში, ხო? მაგას, ანუ ეგ შეიძლება რომ ეგეთ სახლში ცხოვრება არ შემეძლოს, მაგრამ საზღვრები არ მქონდეს. მართლა ხო? რა თქმა უნდა. და მესამე ტიპის საზღვარი ეს არის ხის საზღვრებსაც ვეძახით, ეს არის წარმოიდგინე აი დიდი კედლები რო ამოვაშენო გარეთ სოციუმთან, აი ესეთი რაღაც მზისხევი რო აღარ ჩამოდის იმ ღობეში, აი ესეთი დიდი კედლები რომ აქვს. საპირისპირო. ხო, ანუ უსაზღვრობა ხო არის, რომ საერთოდ ვისაც უნდა შემოდის, გადის და ასე შემდეგ და ხისტი
ფორმა არის ერთი და იგივე. საერთოდ რო არავის არ უშვებ. არავის რო არ უშვებ, კედლებს რო აშენ. ამისკენ უფრო ნელ-ნელა დამოკიდებულები ჩაკეტილი რო ხარ, ჩაკეტილ ადამიანს რაც ეძახიან ალბათ, ხო? ჩაკეტილ ადამიანს არა, ნახე უფრო კაი მას გეტყვი. დამოკიდებული ადამიანი, რომელიც ხო დამოკიდებულებასაც თავისი პროგრესირება აქვს და ნელ-ნელა რომ მიდის იზოლაციისკენ. აი რო აღარ აი ეს ხისტი საზღვრები რომელიც სოციუმისგან რო იღება და ოჯახის წევრებისგან რო აღარ უნდა კონტაქტი. ხო, იცავს თავს მაგითი. თანადამოკიდებული შემთხვევაში დაცვა სადღაც ეგ არის უსაზღვრობა, რომ მე თუ ჩემი მთავარი მისია მიზანი ის თუ არის რომ მე უნდა გავექცე ჩემს საკუთარ თავს, მაშინ საზღვარი ხვისთვის სულ გარეთ რო ვარ, ამიტომ საზღვარი არ არის. ხო, სულ ვარ ხელმისაწვდომი ყველასთვის. სულ ვარ ხელმისაწვდომი ყველასთვის. დახმარებისთვის სულ მზად, ჩემ საკუთარი რესურსების ხარჯზე. ანუ ის რესურსი, რაც ჩემთვის უნდა დავხარჯო, რომ დავიძინო, რომ ვიკვებო, რომ საკუთარ თავს, აი, თავარი რა არის თანადამოკიდებულებაში, რომ ბაზისურ მოთხოვნილებებზე შეუძლია რომ უარი თქვას. საკუთარ ბაზისურ მოთხოვნილებებზე. ეს არის რომ შეუძლია რომ თქვათ არ ეძინოს და მიზეზი შეიძლება იყოს აი ველოდები და სახში თუ არ მოაბა ღმერთმა იცის რა მოხდება და არ დავიძინო შემიძლია რომ ანუ არ ჭამო იმით რომ აი მე რა მაჭმევს როცა ის ესეთ დღეშია და სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები ქონდეს და არ მიდიოდეს ექიმთან ანუ აი მაგ მდგომარეობამდე მიდის თანადამოკიდებული ამიტომ არის რომ თანადამოკიდებულება ბოლოს ბევრი რაღაცები შეიძლება მოხდეს სცენარი განვითარდეს როგორ ვითარდება და აი როგორც დამოკიდებული შემთხვევაში არის რომ რაღაცა ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები დაიწყოს ესე ვიცახეთ ხოლმე რომ დამოკიდებულებას ნივთიერების დამოკიდებულებას აქ სამი დასასრული ეს არის ციხე სიკვდილი ან ფსიქიატრიული კლინიკა ხო თანადამოკიდებული შემთხვევაში ერთ-ერთი არის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები სერიოზული აი რომ აი ამ პროცესში როდესაც არ ვაქცევ საკუთარ თავს ყურადღებას და რესურსი არ მაქვს რომ უბრალოდ ალბათ ნერვული სისტემისაც არა ფსიქიკური აი ეს შფოთვები წამოსული მაღალ დონეზე ეს რაღაცა აკუატებული აზრები რომელიც დამოკიდებულებასაც თან ახლავს ფსიქიკური აი ესეთი პრობლემები და მესამე ეს არის მოწყვლადია თანადამოკიდებულის ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულებაზე და ამაზე ვფიქრობ რომ აუცილებელია რომ ვისაუბროთ იმიტომ რომ თანადამოკიდებულებში ამასაც სხვანაირი ფორმა აქვს ოღონდ აი მაგალითად დღეს საქართველოში რაც ჩემი დაკვირვებით ყველაზე მეტად არის ეს არის თანადამოკიდებულებში ეს არის ალკოჰოლიზმი ეს არის სააფთიაქო ნივთიერებების ბოროტად თანადამოკიდებული მაგამდეც ანუ აი პროგრესირება და რა არის ერთ-ერთი თქო ესეც არის და მესამე ესა გემბლინგი ყובה ყובה ყובაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ სამზე მინდა რომ აი კიდევ მე იმიტომ რომ ყובה ხო ვთქვათ შეიძლება კიდე სასიკვდილო ანორექსიაც იყოს ყובითაშლობას შეიძლება ნერვოზული ანორექსიაც კვებითი აშლილობა უფრო წამყვანია ხოლმე აი რამ ხრივ ვიცი ესე დიაგნოსტირებისგან თავ შევიკავებ რომ ემოციური კვება მაგას ემოციალური რასაც რო ივსებ ამით ან საერთოდ არ ჭამ ან მე ძალიან ბევრს ჭამ შეიძლება ესეც ემოციებს რო დესაც ჭამ და შეიძლება რომ საერთოდ რაღაც პერიოდში არ ჭამო მე რაღაც პერიოდში ვეღარ გავუძლო და ჭამო ესეც შეიძლება რომ იყოს ეგ ძალიან ხშირი არის უბრალოდ ნერვოზული ანორექსია კიდე სხვა დიაგნოზია და ამიტომ ეს არის რომ არის თუ არა ეგ ხშირი თქო მაგრამ ეს სამი არის აი ეს წამყვანი რაც ის ნივთიერებები შეიძლება რომ იყოს ისიც არ არის ნივთიერებებიც არ იყოს ესეც ჩემი დაკვირვება უბრალოდ ყველაზე ხშირად რაც ხდება და აქ მოხმარებაში არის რომ თანადამოკიდებული შემთხვევაში მოხმარებაც ისეთია აი როგორია იცი პრობლემები არ იქნება სერიოზული ანუ შეიძლება ითამაშოს აკონტროლებს ამასაც მაგრამ აი როგორ იცი აი მოჭიმულად არის რა ანუ იქ ისე არ არის რომ აი როგორც თქვა მოთამაშეს შეუძლია თავი დაკარგოს და დაკარგოს ყველაფერი რაც თქვა მას აქ თანადამოკიდებული შემთხვევაში ეს არის ყოველდღიური ცოტ-ცოტა როგორც არის სააფთიაქო მედიკამენტების ბოროტად გამოყენება რომ აი როგორ ხდება ხოლმე იცი ყველაზე ხშირი სცენარი რაც მინახავს ეს არის მეგობარმა მისცა რაღაცა ისეთ სიტუაციაში რომ აი ეს დაგამშვიდებს და დაიმახსოვრა და მერე წლების განმავლობაში კონკრეტულად თქვა ამ მედიკამენტს მოიხმარს. არც მისულა ექიმთან, არც გაურკვევია თქვა საჭირო არ არის საჭირო. ან მეორე ვარიანტი რომ ერთხელ იყო კონსულტაციაზე
იქ დაუნიშნეს და მე და აგრძელებს. აი სულ აღარ მიდის რომ ანუ საჭირო არის შემოწმოს მოხსნას რაღაც ხო. აი ეგ არის რომ ბოროტად გამოყენება და ალკოჰოლის ცეგრე რომ აი ცოტა დოზები, მაგრამ ყოველდღიურად რა ეგ არის ხოლმე ძალიან ხშირი მოწყვლადია თანადამოკიდებული ეგეთი მოხმარებისკენ როგორც მოწყვლადია როგორც ემოციებზე დამოკიდებული ადამიანის მოწყვლადია იმისკენ რომ ყვება ერთ-ერთი ფორმა გახდეს როგორც შოპინგზე დამოკიდებულება შეიძლება გაქცევა რაც შეიძლება იყოს თანადამოკიდებულებში თან არის რა იცი რომ მე ვიმსახურებ რომ ეს მე ხო და მე ვიმსახურებ რომ ხა წავიდე და რაღაცები ვიყიდო შეიძლება არ მჭირდებოდეს მაგრამ ვიმსახურებ რომ ეს რაღაცით ხონდა გამეხარდეს აი ცოტა ისეთი პოზიციიდან ამოდის გარედან შემოსული ენერგია გჭირდება იმისთვის რომ რაღაც საკუთარი თავი გაახალისო და გაახარო ყველაფერზე ხა ჩვენ რაზეც საუბრობთ ნებისმიერი რაც ყველაფერი ეგ არის ყველაფერი დოფამინური სისტემა დოფამინური სისტემა თანადამოკიდებულებათანაც დოფამინური სისტემა მოდი ავხსნათ რა არის დოფამინური სისტემა დოფამინური სისტემა ის არის ის ბედნიერების ჰორმონი რომელიც ძალიან საჭირო ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონია რაც კაცობრიობას დაგვეხმარა რომ განვითარებულიყავით და აი ის რომ ეხა ეიფორიაში ვარ მაგრამ კიდე მეტი მინდა ინტერესიც არის ხო დოფამინის ერთ-ერთი სფერო მე მგონი ინტერესი აი ინტერესის დროსაც გამოიყოფა მე მგონი დოფამინი ბევრი რაღაცების გამოიყოფა ვარჯიშის დროს გამოიყოფა იცი როგორ და როგორ სერიალები ვთქვათ ისე მთავრდება რომ დოფამინზე გვსვამენ ინტერესი ნუ წიგნის დროსაც ხო რომ გაინტერესებს და დოფამინი გამოიყოფა რილსები უბრალოდ აი რომ ელოდები შემდეგ რა იქნება ამას გულის ვარჯიშის დროს გამოიყოფა ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება რაც არის ხოლმე მაგრამ ნუ ვარჯიშის დროს ვთქვათ რომ რაც გამოიყოფა ნუ რეალურად კარგია და ჯანსაღია რა თუ შეიძლება არა ვარჯიშზე დამოკიდებულებაც არსებობს და ვარჯიში შეიძლება რომ გავხადო ანუ მოვიხმარო ვარჯიში იმიტომ რომ მე ალბათ მიდის ხვდები მქონდა მეგ და მოვიშორე თუ გააცდენ მე მოდის დანაშაულის გრძნობა როგორ არ წახვედი და აი მთელი ამბებია თავარი არის ნახე როგორ ხდება ხოლმე დამოკიდებულება დამოკიდებულებაზე როდესაც ვსაუბრობთ ვარჯიშზე დამოკიდებულება შეიძლება რომ ერთ-ერთი ვთქვათ აი კვებით აშლობებზე ვთქვით და ნერვოზულ ბულიმიასაც შეიძლება კონდეს ის რომ ჭამე დანაშაულის შეგრძნება შემომივიდა და აი ხა წავალ და იმდენს ვივარჯიშებ აი ამ დანაშაულის რომ დავწვავ ამ კალორიებს რომ ითვლიან კი ვივარჯიშებ ეს ფორმა შეიძლება კონდეს არის რომ მაგალითად ვარჯიშის დამოკიდებულება ის რომ ანუ იქ ცხოვრობ საერთოდ სავარჯიშო დარბაზში და ყველაფერს ანუ სულ ვარჯი 8 საათი ვარ სავარჯიშო დარბაზში და მთელი დღე არის აწყობილი იმაზე რომ უნდა ვივარჯიშო და მე სხეულზე ალბათ ხო ფორმებზე დისნობა მიჩნდება კი მე მაგას მოყვება ეგ ხო მოთხოვნილება მიჩნდება ტოლვა მიჩნდება იმის რომ აი აუცილებელია რომ უნდა ვივარჯიშო ამიტომ არის ტოლვა მაგრამ არ ვიცი დამოკიდებული ვარ თუ უბრალოდ შეწეული ვარ რუტინის ამბავში სასიამოვნოა აი გარი დოფამინურ სისტემაზე არის ეს ყველაფერი და აი ეს მოთხოვნილება იგივე შოპინგიც ეგ არის რომ შოპინგიც აი ის კი არ არის რომ ეს ნივთი ჩემი რომ იქნება ბედნიერი ვიქნები რა თქმა უნდა ეგეც არის მაგრამ აი შოპაჰოლიზმზე როდესაც საუბრობ პროცესია რომ დაჯილდოვდე მე ხო ესეა დაჯილდოვდე და საიდან იწყება იცი დოფამინის გამოყოფა წარმოვიდგენ რომ ის ნივთი ჩემია აი იქიდან უკვე სასიამოვნოა. ამიტომ არის რომ შოპაჰოლიზმზე როდესაც საუბრობენ, ამბობენ რომ აი ვინდოუ შოპინგიც თავარია იმაში ის არ გადავიდეს რომ პრობლემა შეიქმნას. აი ეგ არის თავარი თორე ყველა ზოგადად ცოტა მე მგონი ყველაფერი მეხმიანება. ყველაფერი გამოვლილი გვაქვს. window shopping-ი არის კიდე ძალიან ერთ-ერთი კაი საშუალება სხვათა შორის, რომ იქ კი არა მივიდე და ფული დავდო და გადავიხარ. ეგ ესეთება. აი რომ ვიხე რაღაცა გარედან ვიყურები, ვათვარიელებ, მაგრამ არ ვყიდულობ. აი ეგეც მაგ პროცესს ეწევა. მე რაც ახასიათებს დოფამინს. ეგ მთლად არ მაქვს კარგი. არის რომ აი რომ გამოვყავი დიდი რაოდენობით რომ გამოიყო ჩემს ორგანიზმში დოფამინი მე რაუცი ჩამოდის ეს მეორე დღეს აი მაგალითი რაც შეიძლება რომ დაცლილი ხარ თითქოს ხო აი დიდი ესეთი შოპინგის მერე აი Black Friday ან ახალი წლის შოპინგის მერე
მე არის რაღაცა პერიოდი, მე ეს ემოციური მდგომარეობა ცოტა ქვევით ჩამოდის და აღარ თითქოს ბედნიერების განცდა აღარ გაქვს რა, იმიტომ რომ წინა დღეს დახარჯე ძალიან დიდი რაოდენობით. აი მაგალითად მე ესეთი მაგალითი ვიცი, რომ დოფამინის თქვა მოლოდინი გაქვს, რომ სამსახურში დაგაწინაურებენ. და აი ამას ელოდები მთელი წელი და აი ამ მოლოდინში ხარ და მე მიიღე ეს ყველაფერი და ისეთი გამოფიტული ხარ, რომ თითქოს არც გიხარიაო და აი ეს სისტემა ესე მუშაობს. წამოვიდა რაც უბრალოდ იგივე არის ნივთიერებების შემთხვევაშიც, რომ ნივთიერებები რა არის, გარედან კი არაფერი არ შედის. ანუ გარედან რაღაცა რო შევუშვი, რეალურად ჩემივე რესურსი გამოვიყენე, ჩემივე ასე რომ ვთქვა მარტივად რო ვთქვა, რომ უჯრედს ვთხარი, რომ ეხლა რაც ხვალის, ზეგის, რავი, 5 წლის შემდეგი რესურსი გამოიყენე, იმიტომ რომ ეხლა საჭიროა. და როდესაც წყდება მოხმარება, როდესაც წყდება მერე მოდის აი ეს მდგომარეობა, რომ არაფრისგან სიამონების მიღება კიდე ისე ფუფუნებაა თითქოს, აი არაფერს აზრი აღარ აქვს მერე. აი როგორ არის გემოს ვერ გებულობენ. აი განცდაში წარმოიდგინე, რომ განცდაში არ კონდეს, რომ საკუთარი აი სიყვარულის განცდა რო არ კონდეს. რომ საკუთარი შვილი გიყვარს თუ არა რო არიცი. აი მდგომარეობა. რაც მერე დროთა განმავლობაში ეს აღდგენადი პროცესია. ეგ აქ დოფამინს რო კი გამოყო დიდი რაოდენობით და მაგიტო არის ეგ დამოკიდებულება ძირითადად აი რაც დოფამინი გამოიყოფა, ძირითადად ყველაფრის მიმართ შეიძლება რომ დამოკიდებული გახდეს ადამიანი, რომ აი ხა დღეს კი გამოიყო, მაგრამ აი ეს განცდა არ მაქვს, რომ აი ისო ძალიან კაია, ეხა წავედი სახლში. ეგ შეიძლება ენდორფინს და სეროტონინს გქონდეს. ეს კიდე მინდა უფრო მეტი მინდა. მაგრამ ეს რო არ ყოფილიყო, სავარაუდოდ ვიქნებოდით ეხლაც ეს ბორბალი ან ცეცხლი რაღაც რო გავაკეთეთ, ძალიან რო გაგვიხარდა, ისე ვიქნებოდით გახარებული. უბრალოდ ხო ალბათ გაცნობიერებულად რო ცხოვრობ, ამას მართავ მერე და გაქვს რაღაც ჩემი წესები და საზღვრები რო გაუფრთხილდე. დოფამინზე არიჯდე. ხო, რა, ეხა როგორც ახალი ის არის რა ქვია ტერმინი, რომ სწრაფი დოფამინის ისინი არ მიიღო რა. რომ აი იგივე არის მაგალითად ტელეფონთან დაკავშირებით, რომ აი ეს რილსები არის სუპერ და მე ძალიან ცუდად მხდის მარტო რილსები კი არის ზოგადად სკროლვა ან თქვა ინსტაგრამს თუ ჩაუჯექი და სხვისი ცხოვრება აღარ ვაკეთებ ამას იმიტომ რომ ხო მაგრამ ხო მიხვედი რაღაც ეტაპამდე რომ მივხვდი რომ ეს უნდა კი ისე მაცლის ენერგიას აი ხა ზოგადად იმ ეტაპზე ვარ რომ ჩემ ენერგიას ძალიან ვუფრთხილდები და ჩემს საზღვრებს და ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავი ხო, მაგრამ აქამდე ძალიან ბევრი ვიარე. ხო, და ძალიან კარგია რომ იარე რომ აქამდე მოხვედი. რომ ყველა გავდივართ მეც ეგრე რილსებზე. მეტყველებაზე პრობლემა რომ დამეწყო და მივხვდი რომ სიტყვების მარაგი აღარ მქონდა, მივხვდი რომ ანუ ძალიან დიდ დროს ვატარებ ტელეფონთან და ეგ იყო თქვა ჩემ შემთხვევაში რამაც აი დამაფიქრა რომ საერთოდ რა ურთიერთობაში ვარ პირობით და ტელეფონთან. ვიღაცასთან შეიძლება სხვა რაღაცა იყოს. ანუ პრობლემა რომ დადგა, მაგან გადაგმევინებს ეგ ნაბიჯს მე ნაბიჯს რაღაც უნდა შევცვალ. პრობლემა თუ არ დგება, მაშინ რატომ უნდა შევცვალ რაღაცა? იგივე მოდელი არის დამოკიდებულებას და იგივე თანადამოკიდებულებას. ხო შეიძლება პრობლემა არის, მაგრამ ანუ ხო შეიძლება პრობლემა არის, მაგრამ შენ ვერ აიდენტიფიცირებ ამას, ვერ ხვდები. შეიძლება ეგეთიც იყოს. და შეიძლება ესე იცხოვრო ბოლომდე, რომ იყო პრობლემაში. ეგეთიც იყოს, რომ ვერ ხვდებოდე, რომ პრობლემა. რო გაწუხებს. იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ისეთ ოჯახში გაიზარდეს, სადაც ნორმა იყო რაღაცნაირი ტოქსიკური ურთიერთობები და ყვირილი, ძალადობა, რა ვიცი, ბევრი რაღაც და გონია, რომ ეს ნორმა არის და მე შენ იგივენაირ სცენარს იმეორებ და შენთვის ეს ნორმაა და შეიძლება სიჩუმეში და სიწყნარში და ჰარმონიაში რო იყო, უფრო ცუდად გახდა. შეიძლება ეგეთი სცენარიც რო განვიხილოთ და შეიძლება რომ ესეც იყოს, მაგრამ მე მაინც ხრამათ მწამს რომ რაღაც ეტაპზე მაინც მივიდა სადღაც რაღაცა შანსი გვეძლევა რაღაცა ტიპის ტრანსფორმაციის, რომ რაღაცა შეცვალო და მე ხრამათ ვარ მაგაში დარწმუნებული. აი დამოკიდებულების კუთხით რო შევხედოთ, მაგას ვეძახით ხოლმე ბოლო ეტაპი, როდესაც განუკურნებელი დიაგნოზი დაისვა დამოკიდებულმა ადამიანმა, რომ მე ესეთი ვარ და მიმიღეთ ესეთი და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. თანადამოკიდებულებშიც არის ეგ, რომ აი ანუ არ ვიღებ ინფორმაციას რა. კი, გასაგებია, სუპერ, მაგრამ არ ვიღებ ამ ინფორმაციას და ის რაც არის და არ მინდა შეცვლა. შეიძლება ეგეც და შეიძლება რომ ეგეც იყოს, მაგრამ შანსი მაინც ვფიქრობ, რომ ალბათ ადამიანებს ყველას აქვს შანსი, რომ რაღაც ეტაპზე მივიდეს თავისივე გამოცდილებით, იქამდე რომ რაღაცა
ეტაპზე მივიდე, რომ რაღაცა უნდა შევცვალო. აი ეს კითხვა დაისვას, რომ რაღაცა უნდა შევცვალო. მე იმის მჯერა რომ თუ შენ ვერ მიხვდები სამყარო შეგახეთქებს და მაინც მიგახვედრებს მე ესე ეგეც შეიძლება, ეგრეც რო იყოს. მაგრამ აი ეხლა რა თემაზე ვსაუბრობთ, იქ არის რომ ვერ გაურბი ხარ იმ რეალობას, რა რეალობაშიც ხარ. ვერც თანადამოკიდებული ვერ გაურბის მაგას, აი რაღაც ეტაპზე შეიძლება რომ განცდაში კონდეს რომ აკონტროლებ და დამოკიდებულ ადამიანსაც იგივე აქვს რომ რაღაც ეტაპზე შეიძლება მასაც კონდეს განცდაში რომ აკონტროლებს, მაგრამ ეს დაავადებას თავისი სცენარი აქვს და ეს სცენარს აუცილებლად ისე წავა როგორც წავა და აუცილებლად მიგიყვანს იმ მდგომარეობამდე რომ რეალობას მაინც დაგანახებს. არ არსებობს სხვა სცენარი. და რეალურად ეხა ვიფიქრე შვილის პოზიციიდან, როდესაც დამოკიდებული მშობელი ყავს. ძირთად მამა არის საქართველოში სოციალურად უფრო მეტი, ანუ სტატისტიკაც ხო ესე ჩვენებს და დედა თანადამოკიდებული შესაბამისად. როგორი ფსიქიკის ბავშვი არის და როგორი იზრდები ზოგადად, როგორი ხდები? ასეთი ტიპის ოჯახებს ხოლმე დისფუნქციური ოჯახებს, სადაც აი დისფუნქციური ოჯახი, აი როდესაც დაავადებას აი ბიოფსიქოსოციალურით განვიხილოთ, აი სოციალური ნაწილი, ოჯახური ნაწილი რო ავიღოთ, გარდა მერე რო გადავალთ თქვათ რაღაცა უბანი სკოლა რაღაც ქვეყანაზე, ეგ არის ის იდეალური და ნაყოფიერი ნიადაგი, სადაც ისდება თანადამოკიდებული და დამოკიდებული ადამიანი. აი ეგ არის ძალიან ისეთი ნიადაგი რა, რომ ან ერთი მხრივ წავა, ან მეორე მხრივ. ან კიდე ბევრი რაღაცები შეიძლება იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდი ეს განვიხილოთ, რომ ეგ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ნიადაგია. ან ერთი ვარიანტია, რომ გაიმეოროს და ძალიან ხშირ შემთხვევაში, თანადამოკიდებული შემთხვევაში, აი გოგოს შემთხვევაში ყოფილა, რომ მამა მომხმარებელი იყო და მერე უკვე პარტნიორი აარჩია მომხმარებელი და არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ ერთი პარტნიორი მომხმარებელი იყო და მეორე პარტნიორიც მომხმარებელი იყო. ანუ სულ მომხმარებელი. ოღონდ შეიძლება რომ ნივთიერებები იცვლებოდეს. პირობითად მამა ალკოჰოლიკი, პირველი კვარი ნარკომომხმარებელი, მეორე კვარი რაღაცა მოთამაშე და ასე შემდეგ. როგორც ეს იგივე სცენარი არის ხოლმე რა. სცენარი თამაშდება. ხო. თანადამოკიდებული შემთხვევაში ძალიან ხშირი არის ეგეთი სცენარი. და აი დამოკიდებულებაც ხო შეიძლება განვითარდეს, რა თქმა უნდა. ხო, ეს ახსენე შენ, ხო? კი, ორივე შემთხვევაში შეიძლება რომ განვითარდეს. ყველაზე აი ძალიან კლასიკურად რო ავიღოთ, ოდესმე თუ ეგეთი კვლევა იქნება ჩვენთან ძალიან ბედნიერი ვიქნები მე თვითონ, აი ქართული ტენდენცია ეგეთია, რომ დაძმა თუ არის ოჯახში, სადაც აი ეს რაც ავხსენით რა, დისფუნქციური ოჯახი კიდე ძალიან ბევრნაირია. ეხა ვახსენეთ დამოკიდებული და თანადამოკიდებული. აი ემოციურად მიუწვდომელი მშობლებით დისფუნქციურია. დიდი ოჯახების დისფუნქციურია. აი ძალიან ბევრი ერთად რო ცხოვრობს, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, ბებიები, აი ეგეც დისფუნქციურად ითვლება. რომ ის შემთხვევაში არის ხოლმე თანადამოკიდებულება, ძმის შემთხვევაში დამოკიდებულება. და ეს რითი შენი აზრით, ანუ აი სოციალური ფაქტორი განსაზღვრავს, თქვა აი მაგალითად როგორ დაგვიკვეთავს სოციუმი, ხო, იმიტომ რომ ეს სიტყვაზე ეს რო დავუფიქრეთ 90-იანებში ბნელში, სადაც უბედურება ხდებოდა მართლა. ბიჭები იყვნენ დამოკიდებულები, უფრო მეტი და ვერ ვფიქრობდი, რომ გოგოები რატო არ ვიყავით დამოკიდებულები. ალბათ სოციუმიდან გამომდინარე, ხო, დაკვეთა იყო, რომ გოგოს შემთხვევაში ეხავდა მაინც. ეხავდა უფრო სხვა რაღაცეები იყო გოგოების მიმართებაში, უფრო მეტად ის რომ ზრუნველი უნდა ყოფილიყავი, უფრო მეტი ემპათია უნდა გქონოდა. აი, არ გახსოვს ფრაზები მაგალითად, რომ შეფასება, ის კი არა რომ შეიძლება რომ ოჯახში ეგრე არ ყოფილიყო, აი, ვიღაცების შეფასება გარეთ, რომ აი, ვინ იყო მისაბა ძალიან კარგი, ის თავის ცხოვრებაზე უარი თქვა, იმ ქალმა რომელმაც თავის ცხოვრებაზე უარი თქვა და მიუძღვნა თავის მეუღლეს. მე მახსოვს ესეთი შეფასება იყო ისეთიო დიასახლისიაო, რომ მისი შვილი და ქმარი ისეთი მოწესრიგებულები არიანო, რომ ანუ აი როგორი დიასახლისია. თეთრეული როგორი გაფენილი იყო, მაგით იმაშობოდნენ რა. კი, გამახსენე. ხო. რაც ანუ გინდათ ვალგინა გავლენას მოხახდეს. რომ წახალისებულია. რა პატარა ბავშვებსაც ასმევენ ალკოჰოლს და ნორმად ითვლება. საშინელებაა. 12-13 წლის ასაკში უკვე ნივთიერებები ძალიან აქტიურად გამოყენებული არის ხოლმე, როგორც წესი. მართლებული მისკდება და ანუ მოსულა, ესე რომ ვთქვათ. მოსულა ის, რომ ანუ აი ყველაზე ხშირი აი რაც საქართველოს ერთ-ერთი სხვა შორის დამოკიდებულებაში რაც განგვასხვავებს არის ალკოჰოლისთან ძალიან
რთული ქართველი ალკოჰოლიზმი ძალიან თან ისეთი სოციალური ნარკოტიკია და ვითომ მოსულა მაგალითად ნაწილია 13-14 წლის ბავშვები ან 12 წლის დალიოს ერთი ჭიქაღვინო კაცია აი ეს არის იმდენად იდენტობის ნაწილია რომ კაცი რო ვარ განცდაში ანუ და ეს არის რომ თან უნდა აბა სხვანაირად როგორ უნდა ვსვავდე და აქ ეჯახები იმას რომ ნუ რაღაცები უნდა დაანგრიო და ძალიან რთული ამის დაანგრევა და ბიჭები ანუ მამრობითი სქესისთვის საზოგადოების დაკვეთა ეგ არის რომ იყოს დამოკიდებული და მდედრობითი სქესისთვის შესაძლოა იყოს რეალურად ალკოჰოლი თუ მოსულა ასე ვთქვათ და ხსნილია მაშინ ალკოჰოლიც ნარკოტიკია ხო ლეგალური კი როგორც სიგარეტი როგორც ესე ყავარო ავიღოთ და ასე შემდეგ. ბევრი ისეთი სუბსტანცია. კი, შაქარი. ბევრი. და ეგ ალკოჰოლი ხო ისეთია. ძიმე შემთხვევა ხო? და აი თვითონ თქვა თანადამოკიდებული შემთხვევაში შენ ახსენე რომ აი ცოტა ის გამეკვირდეს იგი შეიძლება იყოს თანადამოკიდებული და თან ალკოჰოლზე დამოკიდებული ან რაღაც სუბსტანციაზე. და ესე იგი მიხვიდე და ესე იგი უკვე მომხმარებელი გამოდიხარ? ორივე. როგორ არის იცი? ორივე არის. როგორც დამოკიდებული ადამიანი არის თანადამ, ანუ ძალიან აქვთ ხოლმე იდენტიფიცირება რომ მე თანადამოკიდებულის ვარ ამაზე. როგორც დამოკიდებული ადამიანი შეიძლება იყოს თანადამოკიდებული და გამოვლინდეს ეს ყველაფერი, ისე თანადამოკიდებული შემთხვევაში ერთ-ერთი ფორმა სად პროგრესირებს თანადამოკიდებულება არის ეგ, რომ ნივთიერებებზე დამოკიდებული. გასაგებია. ძალიან ის არის, რა ქვია. დასაფიქრებელი საკითხია თან ჩვენ საზოგადოებაში. და თან ეხა რაღაც ის არის, ხო? ძალიან მომრავლდა მე მგონი. ბევრია. თუ ყოველთვის იყო. დამოკიდებული ადამიანები. ფორმებს იცვლის, თორე ანუ ესე ზუსტი სტატისტიკა არ ვიცი, მე მახსოვს რომ აი რაღაც ბოლო რაც მქონდა რაც ვნახე საქართველოში გაკეთებული ისეთი კარგად მზდადი იყო, მოზარდებზე იყო, როგორც მახსოვს. ისეთი სანდო კვლევა რაც იყო და ისეთ კარგად მზრდადი იყო, ფორმები იცვლება ნივთიერებების ცვლილებასთან ერთად და ფორმა რო იცვლება სხვადასხვანაირი, ანუ 90-იანი წლები დეკადებად რო ავიღოთ, ეგ არის 90-იანი წლებში სხვა რაღაცა იყო გავრცელებული, 2000-იანებში სხვა რაღაცა იყო, 2010-იანებში სხვა რაღაცები იყო, ახლა 2020-დან სხვა რაღაცები იყო და სიმპტომურად არის მე უკვე ზიანი სხვადასხვანაირია. ეხლა რაც ვიცით არის რომ ეხლა ძალიან წამოსულია ფსიქიატრიული სიმპტომები მოხმარებასთან ერთად. რაც ვთქვათ აქამდე ესეთი თვალშისაცემი და ესეთი მასიური არ იყო. აი ესე როგორც 7 წლის ან 8 წლის წინაც. და რაღაც კონკრეტულ ახალ სუბსტანციებს უკავშირდება? კონკრეტული რაღაცა, აი დეკადებად შეგვიძლია არის ეგრე რა ნივთიერებები გავრცელებული და ბევრ რაღაცებს ცვლის მე ეს ყველაფერი. და ბოლო აი ხა რაც არის, ბოლო პერიოდის ეგ არის რომ მარტო დამოკიდებულება კი აღარ არის, რაზეც ვთქვათ, პირობითად ჩვენ მუშაობთ, არის რომ იქ უკვე მეორე დიაგნოზები. აქამდე თუ არ იყო ესეთი სიხშირით მეორე დიაგნოზი, ახლა ძალიან ხშირი არის მეორე დიაგნოზი. რაც მერე იცვლება манипуляციებიც ხო არის მერე იქ თქვათ როგორი манипуляციები და რა მდგომარეობაში არის თანადამოკიდებული თუნდაც აი ამ კონტექსტიდან რომ შევხედოთ რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში აი არის რომ იმ ვერ გაურბივარ იმ რეალობას რა რეალობაშიც აი მაგამდე მივიდა თქვათ დღეს ეგ მდგომარეობაა რომ მე მყოლია თქვათ კონსულტაციაზე დედები რომლებსაც უთქვამთ რომ მე მაგ ორი არჩევანი ერთი რომ ან მე გავხდე დედა რომელიც შულს აჭერინებს ან ჩემი შვილი გახდეს დედის მკვლელი და აი ამ ორ რაღაცაში ვაკეთებ არჩევანს და აი ამ ვერ გაურბიხარ იმ რეალობას, იმიტომ რომ იქ ისეთი სიმპტომებია წამოსული, რომ სიცოცხლისთვის საშიშია ეს ყველაფერი და ამიტომ სადღაც მაინც რეალობას თვალებში უყურებ. და ეს უფრო მასიურია. ეგ კი. უფრო მასიური. აი რაც არის რომ მე სულ ვფიქრობ ხოლმე იმას რომ გამოსავალი რომ არის ამ იმაში რომ არ სასოწრკვეთაში რომ არ წავიდე და აი ის და აქ ამ დაავადებას დამოკიდებულებას რომ აი შეუულია რომ ძალიან შავთეთრი გახადოს რა ეს სამყარო რასაც აღვიქვავ რომ
არის რომ შემიძლია რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდე და მთავარია რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით აი რაღაცა ნაბიჯები გადავდგა და ერთი რაც არის დღეს გვაქვს მაგის საშუალება არ გქონდა ცოდნაც სპეციალისტები ძალიან ბევრი სპეციალისტი წამოვიდა უფასოდ თვითდახმარების ჯგუფებია სხვადასხვა თერაპიული ჯგუფებია დღეს ამის საშუალება არის ეს რავი 10 წლის წინ არ იყო ამის საშუალება და არც მქონდა ამის ფუფუნება რომ თუნდაც ის გვეთქვა რომ არა უშავს თქვა ფინანსური შესაძლებლობა თუ არ გაქვს ეხა შეგვიძლია ვთქვა და არსებობს თვითდახმარების ჯგუფები და იქ დაიწყე ეს პროცესი და რავი გამოვიყენოთ თუ ინტერესი ექნებათ შეუძლიათ რომ კომენტარებით დაწერონ და მივაწვდენთ ინფორმაციას აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა მადლობა ძალიან საინტერესო იყო და უღრმესი მადლობა ნახვამდის